ნამდვილი ოფროუდი, ბევრი მტერი, ბევრი ტალახი. ნივას ვერ ხედავ აქ მოლა ხდება. იღადაო. ესეც ასე ხოძე მზად ვარ. მანქანას გავათმედ და დავდივართ ოფროუდზე. აგერ ბიჭობაც. ეს არის არტუროს 4-4 ვლოგები და აი რავი შემოგვიერთით გამოიწერეთ ახლა რომ მეტი საინტერესო რაღაცები ნახოთ 4-4 სამყაროზე და ზოგადად მოგზაურობაზე საქართველოში და არა მხოლოდ მე მგონი რა. ეს ჩემი საწყალი დარჩება აქ დღეს. ჩაო. ტურმანი და ოპერატორი არ მყავს რა. ასე რომ დღეს უბრალოდ იმით დავტყვები რომ გადავიღებ და თქვენს გაჩვენებთ დღეს რა ხდება. ტესლა აქ როგორ მოხდა არ ვიცი. ეს 60 კიდე. მაგრამ ფიტი მაინც მაგარია. ესე იგი როგორც მივხვდი, 2 ტრეკი იქნება ჯამში. ერთი იქნება საშუალო სირთულის და მეორე, რავი, ბლიცი და არქვეს, ცოტა რთული, ცოტა მეტი არა, ძალიან ბევრი ტალახი იქნება. იქ და აი, მე მგონი, ვისაც 35-ზე ნაკლები საბურავი და აგრესიული პროტექტორი არ იქნება, მე მგონი მაგრად გაუჭირდება რა. აუ, ყველა მონაწილეს წარმატებები. კარგად არის მომზადებული ყველაფერი, თან, ნუ რავი, Red Bull-იც აქ არის, მიიღებს მონაწილეობას როგორც ყოველთვის. აუ, მე მგონი კაი გართობის ძეგველის. One shot, one opportunity. His palms are sweaty, knees weak, arms are heavy. There's vomit on his sweater already. Mom's spaghetti. Okay, ესეც ჩემს კონფორსერებზეა. არა, კარგად მომზადებული მანქანები არიან. ეხლა ეს რუბიკონი მაგალითად იქეთაც აჯერო იყო ერთი კაი ხოძე. Okay, ესეც not bad. აგე კოლორადო არ ვიცი ეს პიკაპი როგორ ანაირად ის აზია რომ არა საინტერესო ხდება რა. ძველი ბებერი X-ტერაც. Subaru Forester როგორც ყოველთვის. თავად ის არის საინტერესო რომ სხვადასხვა კატეგორიის სხვადასხვა ძალების მქონე მანქანებია, სხვადასხვა საბურავებზე, მაგრამ ნუ აი 70% SMT საბურავი მაინც აქვს და აი რავი ნახოთ. იქნება ახლა ტრადიციული სტიკერების დაკვრა და თან ინსტრუქტაჟი. მანქანები აგერ ჩანწკრივდებიან ახლა გავივლით. აი შეჯიბრის დროს მე არ ვიცი სად უნდა ვიდგე ვაფშე. ხო, ხახრო. ნივას ვერ ხედავ აქ მოლა ხდება. წინა ვიდეოში ხო თქვი რომ ნივასაც შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა სადანიო. აი ამდენ მანქანაში მოკლედ ყველაფერს მოველოდით, მაგრამ Nissan Skyline-ია თუ Fuga. ბატო ამას არ მოველოდით. ბიჭებო ეს რა მანქანაა გაგვაგებინე. Skyline-ია 2.5 ტრინოლი, მაგრამ 4-4-ზე თუ რა თემა. ეს ქართულად გამოდიოდა ეგეთ რამე? არა, ჩემი გამოხებული. ჯიგარი. ფოკოსი. საღო. ბიჭებო, როგორც ვიცით, ჯგუფშიც იწერებოდა, რომ ყველაფერი იქნებოდა მოულოდნელად, დავალებებიც იქნებოდა მოულოდნელი, წინასწარ არავინ არ იცოდა რა დავალებები იქნებოდა და როგორ წარიმართებოდა დღევანდელი შეჯიბრი. ეს არის უბრალოდ წამახალისებელი შეჯიბრი და არ არის ოფიციალური რაიმე ტურნირი. მინი შეჯიბრი არის იმის, რომ ბიჭები წავახალისოთ, мотиваცია მივცეთ და პატარა გამოცდილება შევმატოთ მათ. ასევე გამოცადონ თავისი მანქანების შესაძლებლობები.
თავისი რკინის მონსტრების. პირველი შეჯიბრი იქნება დროში. მანქანები დაისტარტებიან თითო-თითოდ. პირველ ადგილზე გასული მიიღებს პატარ-პატარა პრიზებს, ძალიან მცირედით, ბევრით არაფრით. ბოლო რამდენიმე მანქანა, რომელსაც ექნება მინიმალური შედეგი, გამოეთიშება შემდეგ შეჯიბრს. ანუ დღევანდელი შეჯიბრი იქნება 3 ეტაპად დაყოფილი. ბოლო რამდენიმე მანქანა, რომელსაც ექნება რადიკალურად განსხვავებული დაბალი მაჩვენებელი, ან ავტომობილი დაუზიანდა, ან შეეხო გზაზე განლაგებულ ბოძებს და თოკებს, გამოეთიშება შეჯიბრს. აი ძალიან მეტირება ამ მომენტზე. რომ არ ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ არა უშავს. მე როგორ შეკვირდით ექსპედიციებს მაინც გაჩვენეთ, ასე რომ უჩემოდ რაღაცნაირად გადაიტანა. всё, ინსტრუქტორში გაიარეს, როგორც გაიგეთ. პირველი ეტაპის მერე გაიგებთ თუ რა იქნება მეორე და მესამე ეტაპებზე და აი უკვე პირველი მანქანა ემზადება Chevrolet გასასვლელად. წარმატებები ყველას ბიჭებს. სულ ესა ძალიან მარტივი შეჯიბრი. გარდა იქნა რაღაცა უნიკალურად, იმიტომ რომ უკვე ორი მანქანა გამოეთიშა, ვერ გაიარეს ტრეკი ფიზიკურად რა. ვერც პიკაპმა და ვერც შემდეგმა აი ამ იომ სამწუხაროდ თან გადაყირეო და შორიდან ვერ გადავიღეთ. ეხლა მოდის Subaru Forester-ი, არ ვიცი ნახოთ ვაფშე რა სიზავს რა. ასეთაც ყველაზე რთული მონაკვეთი რაც იყო იმას როგორ გადალახავთ ჩვენი მესამე მონაწილე. გაშლებზე გადადის უკვე ეთქობა რომ მანქანა წინ ოჩახ. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მანქანაა თან. ოჩახ. 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 გამხელა მნიშვნელოვანია off-road-ში სიმაღლე. სულ ცოტა ოდნავ სიმაღლე და აი გადავიდოდა, მაგრამ მაინც ყოჩაღ რა. ვერც კი წარმოვიდგენი რომ Subaru ეს რამეს იზავდა რა. აუ Forester-ი. ძველი. აი ხო პროსტა ტყილად უბრალოდ საბურავებს წვავს რა. დასკაჭკა უნდა. ოჩახ, გაიარა. შტურმანის დახმარებით. ჩვენი მეგობრები დროს შორტია, ყოველთვის ერთი დაგიგებია. ამჟამად საბურავი არ არის. აი ცოტა ოდნავ დიაგონალი ჭირდება. ამდენი კაი მაყურებელი ყავს off-roads. აი თან სტრიალებს აცეპი არა აქ აი საბურავებში. Oh, sad story. Oh, qocha. Opa. Not good news. Qocha. ამოვიდა ყოჩა. ამოძრა, მაგრამ შემდეგებში რამდენად გაუჭირდება, ეგ არ ვიცით. მე მგონი ესე ჩაიხსნა. ახლა თულობაზე ფონზე დგას. და მოვემზადოთ. მეოთხე ავტომობილი იწყებს. გადავიყვანოთ რაცა.
მე მგონი ზედმეტად მოინდომეს ორგანიზატორებმა და ნამდვილად ერთული ტრაექტორიები აირჩიეს, მაგრამ მაინც უნდა იცოდე სად მოდიხარ და რა მანქანით გამოდიხარ, ესე დაბალი მანქანით ძალიან დიდი რისკია, მაგრამ მანამდე აი პიკაპი რო გაიჭედა, აი უკვე ცოტა უცნაურია რა. კი გზელი იყო და ნახოთ, აბა შემდეგი რაღაცა ძველი Lexus-ია მე მგონი. RX-ი თუ რაღაც სერია, ნახოთ აი. არა, Lexus-ი Kia რაღაცა Kia ძველი. სიმართლე გითხრა არც ვიცი რომელი. მაგრამ ძალიან თავისუფლად გაიარა ყველაფერი. აი პირველ დიაგონალზე ესეც გადაეკიდა. აი ეს ადგილი წესით უნდა გაიაროს უფრო მარტივად, იმიტომ რომ უფრო მაღალია. ნახოთ. ხო, ბევრად მარტივად გაიარა სიმაღლის ხარჯზე. ჩემი აზრით კარგად არის არა? ტალახში რატო გაიჭედა? ვაიმე, всё, ტალახში გაიჭედა. ყველაზე მეტი ჯერჯერობით ისევ იმ პიკაპმა გაიარა ისიც საბურავების ხარჯზე რა. ამან ვერ გაკაჩა. გვაქვს საშველი იმედი თუ არსებობს კიდევ შეგვიძლიათ რომ მოხდეთ ცოტა. ოჩა გეტყვი. აქეთ ხო აქვს საბუქსირე? ხო, მაგრამ შაკალი მინდა რაღაც კაკოტი ახსენის და ბალკონზე მოვა. რა საბურავია? დაგზადია. კირმას მეკითხე. ხო. არ მაქვს. რაღაცა. ვაი ვერ გაიარა რა. არ მეგონა ამ შემოწმდა დიდი პიკაპი რო დამოვიდა და ვეღარ გავთვალე რა. რადიატორი მაგ ძალიან დაბალზე და მე არ გავტეხოთ. გული არ გაიტეხოს. ან სხვა მანქანით გამომერე, ან უფრო მომზადებული. Opa. იგე საჭე. შიტაში. ესეც ასე. დაამთავრა, დაასრულა. ესეც ასე პირველი მანქანა, რომელმაც დაამთავრა. ეს Grand Cherokee არის. დანარჩენებს ყველას გაუჭირდა და აქვე აი მაგარი მონსტრი 6-6-ზე. აგერ რაღაცა. აი ეს არის მონსტრი 6-6-ზე. აი ეს არის მეგობრებო. ნამდვილი ოფროუდი, ბევრი მტვერი, ბევრი ტალახი, ბევრი ხმაური. მანქანების გაფუჭება და რა სწორი არ დაგავიწყეთ, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებული ავტოსპორტია. ზოგადად ავტოსპორტი ძვირადღირებულია. всё, მე ჩრდილში მოვდივარ. მაგით ვერ გამოვდივარ გაეთორო. ხოხოთე ვისეთებოდი თაფლი. ტარანტული. ჩვენი წამყვანის. აქ არის საბურავები თვალწები ვანდა კრაუ უყენია საკმაოდ აგრესიული საბურავია ფოკლაუა ვინერტები ვინხედა ვის გავს კარგი მხედველობა განსეიდი ძალიან ჩვეულებრივად გამოიარა ძალიან ჩვეულებრივად ხალხო ამონაკო ჯოსაკატი ავტომობილი ტაში დაუკრათ იმიტომ რომ ჩვენი ტაშის ხმა აუცილებლად მიახდეთ ფაქტურაზე აღმართით ნაძლეულია, დიდი აღმართი გაიარა. ეს გულიაშვილის ხო არის ეს მანქანა?
მე ხო მაგრად გავს. და ამოვიდა, ბრავო. შვენიერი, იმიტომ რომ მაგ ადგილას ზუსტად ორი ავტომობილი გამოგვეთიშა, ხოლმე ჩვენს მასზე. ამოვიდა, ბრავო. ტაში გავაგონოთ, ტაში. იღრმეულდა მაგას. შვენიერი. მინი აღმართის დროს მოვიდა. გაძრეულია მინი აღმართი. ესეც კიდე ერთი მანქანა, რომელმაც გაიარა შეძლო ყოჩაღ აჯერო. ყოჩაღ უჭებო. ლეჩხუმელები ყოფილა. ძალიან კარგი განწყობაა რა. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგრად დამცხა დავიწვი, მაინც კაი განწყობაა და შემდეგში სალამი. ჩემს მანქანას ცოტა უკეთესადაც მოამზადებ და უღეჭველად გამოვა. ძალიან ველოდები, სხვათა შორის ერთ-ერთ X-ტერა, წითელი X-ტერა 4-დან 0 და საკმაოდ მომზადებულია დიდ საბურავებზე და იმ ნახოთ რას იზავს რა წარმატებები. წარმატებები ყველას, მაგრამ განსაკუთრებით X-ტერას. X-ტერებს, სად არის? X-ტერებს. ხო, ვიც ვერ შეამჩნია, აგე არწივი, აგე არწივი კაპოტზე კიდე და ნომრებიც არწივი, რა თქმა უნდა. Eagle. გამოიწერეთ ჩემი არხი. და რავი, მეც მეტი мотиваცია მექნება, რომ საინტერესო ვიდეოები განახოთ რა. რა ხდება 4-4 სამყაროში. ორი მინიმალური კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს 4-4-ზე მანქანა ესეთ შეჯიბრზე გამოსვლისას, ეგ არის კლირენსი, სიმაღლე და სათანადო საბურავი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ეხლა რთული ლანდშაფტი იყო, ტალახები იყო და MT აგრესიული საბურავი არის აუცილებელი საანონსოში, რო ვთქვი, რომ ნებისმიერი 4-4-ზე, მართლა ნებისმიერი 4-4-ზე ოღონდ თავი იყო მომზადება. ყველაზე საწყენი იყო Subaru და ის პატარა IO, ყველაზე გაუბედულებულ დღეს შეგენი არიან და კიდე პიკაპიც რა. ეს სხვათაშორის ბებერი X-ტერა მივიდა ფინიშის ხაზამდე, მაგრამ რა დაემართა, არ ვიცი ვკითხავთ რა. ბიჭებო, თქვენთან რა ამბავია, რა ხდება, რა მოხდა? არაფერი, დამუშველა რა დიდი აპარატით მომიწია შესვლა და ცოტა დააყენებდა. ეს პირველივე ტალახებში ხო? ხო. მაგრამ ყოჩაღად იმინა, ბებერი მგელია. ვაუ, ეს უკვე ძალიან დიდი შიპებიანი ტალახი საბურავი არის. ამას არაფერში არ გაუჭირდება. ოპა! არა! გავიჭედეთ, ოპა! ფოსფორისფერი, უშვენიერესი და უძლიერესი Suzuki. Suzuki მოკლა ისევ ამ ტალახმა გაწირა შემდეგი მანქანა, აჰა. აქ ძირითადად ვინც არიან, ყველამ გაიარა. წითელი ისწერა ყოჩაღი. აჯეროებს ყოჩაღ ყველამ გაიარა. ჩეროკებმაც. ეგ რისი პრუჟინა? მანქანა დედაჩემისა. ამის არის რა დაო. ზამბარებიც გააძვრა საწყავს. ეგ არის. ეს სრული ექშენი მოულოდნელობა იმის მოლოდინი რომ მანქანა შეიძლება დაიშალოს ბოლომდე. ამოსაცევია რა. ამოსაცევია ფაქტიურად. ბატონო ედო, სხვა საქმე არ გაქვთ თქვენ? ხოლოდ გაჭირებულები დაუყვა. გაჭირებულებს ეხმარება. და ასე შემდეგ. სხვანაირად ამ მანქანას არაფერში არ გაუჭირდებოდა რა. აბა საერთოდ გამეხმარო და? რამლიორ შეიტანა წყალი და დააცემია რა. როგორც იმას X-ტერას, მაგრამ იმან ყოჩაღ მაინც გაქაჩა ბოლომდე. ბებერმა X-ტერამ ძმაო. ბოლოს მოიტანა. კი. საერთოდ Suzuki Vitara. ძველი Vitara. ტრამლორში ჩავიდა წყალი, ტალახი. შაქრა. მაგრამ მაინც ყოჩაღ. დრაგონი ჩვენს მონაწილეს არც ხიდი დაიდო, არც ზამბარები. ცოტა გავგილდი და ვნახოთ აბა.
ისევ შემდეგ არ არის ისეთი როგორც ბიჩოვლები ვარ. აღმართზე ავალ ერთი ნახოთ აბა ვინ გამოდის, რას აკეთებს. პაჯერო გამოდის. 3 და 5-იანი მე მგონი. უპრობლემოდ, ყოჩა, კაი საბურავებზეც არის. არაფერია. პატრილნიკი იყო მხოლოდ. ყოჩახ, იდეალურად. 62. თუ შეიძლება რომ მანქანასთან მოხვიდეთ, იმიტომ რომ თქვენი მანქანა ცოტა არ იყოს წინ არის, ასე რომ ვერ გაგყავს მეორე მანქანა. ამასობაში ვაკვირდებით ჩვენს მონაწილეს იდეალურად აიარა მინი აღმართი, ასე დავარქვათ. ნახოთ რაც დავწინ. მივახმოვდა გრადუსიანს. და ყოჩახ. უმარტივესად. მარა სერხევა. აი, ყოჩახ. არა, ყოჩახ. მე კოზლიკი. აწოთდა და ჩამოწოთდა ვინმე. აჭარულის კონზე მოემართება რომელია ძველი განჩეროკია? ძველი განჩეროკი ნახოთ ამერიკული მანქანა და ქართული ტანკები როგორ ძალიან იდეალურად. ოპ. მოემართება ეს ადვიკლებს სამურავს, მაგრამ არ მოხდია. ნახოთ რას ასეით. აგრესიულად როგორც შეშვენის, როგორი ვიზუალიზებს. ამოუცნობი გახდა ჩვენთვის შეიძლება. ოპ. გაწყდა. შობლებო, თუ ხდებით რომ ვერცი საკუთარიშვილი არ გიქნათ, ესე იგი ჩვენს შვილს იხსოვხარი. მოემართება წითელი ხასხასა რანგერი. ოპ, იდეალურია მოსვლა. ყოჩახ. გაშლები იდეალური. მოახდა პასეი. შვენიერი ამოსვლა. ყოჩახ. აბურავი მოემართება და თურმე მოწმენდილსაზე მეხის გავარდნა. ჩვენი მონაწილე გამოეთიშა, იმიტომ რომ გადაკვეთა ლენტი, გადაკვეთა ჯებირი. უპრეზიდენტის მეორე მოხდა. ეს დროდი ვისი რა მოხდა? რა მოხდა და არ ვაპირებდი აგრესიულ სტარტს, თუმცა ძრავამ შემიტყვა, ბოლომდე მიმეჭირა ფეხის შემთხვევით. შკაროდი მინდოდა დროს დამეფიქსირებინა და სხვათა შორის მარტო იყო მან სადღაც? არა, არ ვიცი, აი სადღაც დასაწყისიდან მალევე და ვერ შემომჩნია ისე გავედე ჯობს და გამომთიშეს ავტომატურად და ძალიან გორი დავწყდა. არ და კომაგობდი შეინო იცოდი. კი. მე მგონი ვიჩქარე და ალბათ მაგითო რომ სტრაფად მინდოდა გამევლო. თან პირველად ვარ ესეთ შეჯიბრში და
მე ამის მერე უკვე ვცდი რომ არ ვიჩქარო. ამის მერე ტანდემში გამოვთ მე და შენ ერთად. აუცილებლად. წარმატებები. გაიხარე. კაი დისკებია. Nice. აი რაღაც ესეთი მჭირდება მეც. მიახლოვდება ფორვარდერი. ეს რა დისკებზე არის? გაიშია ნაკიჩი რა, არ არის ხო, აი მაგარი დისკებია, დამეოს. ბედლოკერ. არ ველადეს რანგრეს რო უყენია, ეს იქნება. ოკეი, კაია. ასე რომ სიჩქარეს ყოველს არ არის კაი. ჯამპი მიეცი. იდეალური. აი ახალი ფორანელი. ოპა! აი და მაგა დაულია. და შედგება ჩამწია ზოლში, მაგრამ სკიპზე გადარჩა სკიპზე. მასეი გამოიარა. შეგვიდი. მაგრამ ანიშნებენ რომ გამოეთიშა თამაშს. ასე რომ ჩვენი შედეგი მონაწილე. აჰა, ესე სამწუხაროდ. მოიტრფოდა. მე მგონი ნამეტანად მკაცრები ხარ. ნასიზამ წესია. ჩვენი შინაურია მეგობარია, მაგრამ წესია. ესეა რა. თუ გინდა რომ კაი გამოვიდეს, წესი ყველა უნდა დაიწყოს. წესები ასეთია. აჰა, ესეც გამოითიშა. უგულდება სამაყურებლო ტერიტორიას. ბიჭო, მე ვარ. ეცადები შედეგი მონაწილესათვის. აგე ყვაბარატი. ინდები ჩართული როა, საერთოდ ვაფშე მოუხნელია. აი 50-ზე წინდა უკან გავაკეთე. დროებს ამოწმებთ. დროს ამოწმებთ. რამდენი გამოეთიშა? 30% გამოეთიშა. 30% გამოეთიშა. მე დაჟე ვარაუდობდი აი ჩვენი ვარაუდებით 30% იყო რა. ერთი და. ოკეი. აი სეტაპი მაინტერესებს, მაგრამ ეგ ძალიან საინტერესოა. აქედან ვფიქრობ ჩემი სამი კაცი მოსულა. როგორ ახლა აჰა ნახე. Red Bull-ი გვაფრთიანებს. მოდი გაგაფრთიანებ. აჰა. მედო შენი ბოლოური რომელი და როგორია მეორე გარია. აუ მაგას ვერ ვიტყვი საიდუმლოა. ვფიქრობ სამი საგიჟეთი არის. აი, მხოლოდ და მხოლოდ მომზადებულებით. არის აგრესიულად მომზადებულები. მე ვფიქრობ სამი მანქანა, მეტი არა. ხუთი მაქსიმუმ ალბათ. რას ვფიქრობ, იცი, აი, ცოტა ეკიპირებას უნდა ქონოდათ მონაწილეებს, იმიტომ რომ ზოგი ისეთი ფეხსაცმელი ჯინსები, რაღაცა ჩათვალე, რომ ყველაფერი გადასაყრელი იქნება რა. ისეთ ტალახებში მოუწევთ გაცურვა. აი, Subaru დამენა და Forester-ი, ორიგინალ ფორანერი იყო ერთ-ერთი, ჩემი მეგობარი, სუახალი ყავდა და შიტოკი გავშვა საიქიო. Chevrolet-ს მაგრა დამწყდა გოლი რა. ო, პიკაპზე, ხო? მაგარი მანქანა, სამწუხაროდ გუბარა. ჩაშალად გუბარა ჩაიშალა რა. ძალიან ძლიერი მანქანა, თორნიკის მანქანა არის, ჩვენი მაგაცი არის. და აი, ეხა დასავლეთში რო ვიყავით რა, აი, თითოეულობაზე სამაშველოზე, მაგან იქია რა, რომ აი მაგან მანქანები ამოვათრია, რაღაც კატასტროფულადი არა, მაგრამ აი, პროსტე გძელია და ის პირამიდა ვეღარ გადაიარა, ეგ იყო თემა რა. ბარემ დროს გამოვიყენებ აქ არ და გარაჟი ოფროუდზე რამე ვითხარი. აჰა, ოფროუდ დროგზე და სოლო დეტალებზე რა შევიდა გითხრა მარტივად. ოფროუდ დროგი არის სერვისი, სადაც შეგიძლიათ მოიყვანოთ ნებისმიერი მაღალი გამავლობის ჯიპები, რომელიც არის ესე ვთქვათ სტანდარტი და შევქმნათ მონსტრი, რა ვიცი, მუტანტი. სოლო დეტალინგი არის სერვისი, სადაც მოიყვანთ მანქანებს და წაიყვანთ სუფთას, გაპრიალებულს, გაპოლირებულს და ასე შემდეგ რა. ჩემი მანქანა ანუ რიგში პირველია. უდაოა. უდაოა. ეგ უდაოა. ვა, რა საინტერესო მანქანა.
ამფიბია. ჩვენი მეგობარი კომპანია SS პირდაპირ აი ბავშვობაში რომ უყურებთ ხოლმე ამერიკული გადაცემა რო ატუნინგებდნენ მანქანას. მოგეთ, ეხლა იქნება დაჯილდოება რა. ეგრე საზრად არა ოღონდ. აქ მართლა მაგად ატუნინგებდნენ. 30%-მა როგორც ეს ბიჭებმა სამწუხაროდ ვერ გადალახეს, ვერ გაიარეს. მეც ეგრე მეგონა. აი ახლა მეორე ეტაპზე, არ ვიცი, მე ვფიქრობ მაქსიმუმ 5 მანქანა თუ გაივლის, მეტი არა. მინდა გაცნობოთ სასიამოვნო ამბები. კერძოდ ვინც დროში დააფინიშა, ვინც დრო დადო, ანუ სტარტიდან ფინიშზე მივიდა დაუყოლებლად ყოველგვარი დაბლების გარეშე და წარმოგიდგენთ დადგენილ დროებს. ლაშა გოჯოშვილი 6 წუთი 25 წამი 60 მიასერი. შალვა ჯარიაშვილი 4 წუთი 52-30. მირანდა შპეტიშვილი ეკიპაჟი, რომელმაც პირველმა გადალახა თანმიმდევრულად თუ მიუყვებით ლოდარ საგინე 4 წუთი 0-48. ლევან დაგვენახე, ლევან, საიტარის. იაძე ლევანი. არაჩვეულებრივი სანახაობა მოაწყო, არაჩვეულებრივი მაჩვენებელია კროში. თავისი არაჩვეულებრივი უდიდესი მონსტრით, Suzuki Jimny-ით. ეს რა ფერის იყო რომ გამახსენოთ? თავიდან თეთრი იყო და თეთრი. როგორც თქვი, მოკლედ რაღაც ტყვიასავი თუ ჩაიქროლა, ხმარო ქონდა, ეგ ხო არა, დიდი ხმარო აქვს. აი ეგ არის მაგალითი რომ პატარა მანქანა მომზადება შეგიძლია ეს შეჭრა შტურმანს პოჭაკი. მოიწყობა დღეს ესეთი ძალიან მაგარი ხალხი შევიკრიბეს და ეს ყველაფერი დასაწყისია, კიდე ძალიან ბევრი რაღაც გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა ზურას და ყველას, ვინც ამ ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო რა და ეხა როგორც ვიცი შენ შარშან იყო ეს ადამიანი ჩვენთან მოსული და ჩვენი ჩასხმული ზეთით აიღო პირველი ადგილი. დაეთანხმე რომ ეს ყველაფერი კი ეგრე იყო. ერთი წელი გავიდა და კიდევ ხეცივით არის ამის მანქანა და დღევანდელი ამ ესე რო თქვა შეჯიბრის გამარჯვებისთვის წასახალისებლად მინდა რომ დავითას თხოვა რომ გადავცეთ ზეთის ერთი შეცვლა საჩუქრად რა. მადლობა მობრძანებისთვის. გაჯიგარ. ხელი დავიქნიე. ჯიგარი. всё, ბოლო ეტაპი. აგე ხალხიც დაღლილი. ახლა მესამე ეტაპი საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ახლა გაჩვენებთ რა უნდა გაიარონ ბიჭებმა. აი ესეთი გადათხილი აკოპები. ხო, რავი, ან საკმაოდ 1 მეტრზეა თითქმის. აი ფინიშის ხაზი და იქეთავი გასავლელი კიდე. კაი გემრიელი ტალახია აქ. და იქეთ წინ საერთო ჭაობია აი. მე მგონი საკმაოდ საინტერესო ივენთი გამოდგა დღევანდელ დღეს, ისევ და ისევ მადლობა ორგანიზატორებს. კი, მაისის შუა რიცხვებია უკვე. დათბა კი არ დავიწვით და მეტი გვინდა რა. როგორც ესე ლოკალურად, ასევე გასვლები აუცილებელია, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა საქართველოში ცხოვრობს, რავი, ნახევარი საუკუნე ცხოვრობს და არა აქვს ნანახი კაი ადგილები, ასე რომ აუცილებელია რომ ჩვენს კომფორტ ზონიდან გამოვიდეთ და ნახოთ ჩვენი საქართველო. ჭაობი გაიარა ესე უცებ? არაფერია. easy. Nela. Jamie. არ გადაო ჩემი.
ოჩა. ფერი ვაფშე. არა, ზედმეტად მარტივი იყო რა ამისთვის რა. 7 მანქანა დარჩა კიდე რა. ამ უასში თურმე დევს 2 JZ. ვინც არის ის 3-დან 2 ტურბო. თან კაი მაქსისი საბურავებზე. მგონია ესეც პრობლემად გაივლის. გამიკვირდა და ძალიან ბევრი ხალხია მაინც დარჩენილი არ და საღამოა. ოჩა. ბევრად მარტივად მე მგონი. აგზელებ დალამბარი გინდა? საუ? მოიხმარე. ხიდი? ძალიან დიაგონალზე წამოვიდა და ვეღარ შეძლო ასვლა. სავარაუდოდ დააზიანა ეხლა. ამიტომაც ჯალამბარით დავეხმარებით რომ ამოვიდეს, თუმცა შეჯიბს გამოეთიშება. ძალიან კარგი მონაწილე იყო. კი, ძალიან კარგად დასტარტა, ძალიან კარგად გაიარა და ბოლო დაბრკოლებაზე უკვე ვეღარ შეძლო სამწუხაროდ. მოგესალმებით off-road-ის ჩემპიონატიდან. დღეს დილის 7 საათიდან ვიმყოფებით აქ. კროს ჯორჯია არის ერთ-ერთი სპონსორი. ვფიქრობ დღევანდელმა დღემ ძალიან მაგრად ჩაიარა. ყავდა ძალიან ბევრი სტუმარი, ბევრი გამარჯვებული, ბევრი პრიზები და 10 დღეში კიდევ გელოდებით ჩვენს ჩემპიონატზე. გამოიწერეთ არტუროს არხი. სად დამემალები? ძველი Xterra, ძველი კლუბი. ისე რო თქვა Xterra მოდები. ბაზარი არა? მაგრამ ჩვენ ძმას level up-ი აქვს, იმიტომ რომ 3-დან გადმოვიდა 4-დან 0-ზე. აუ, წამო გავაცნო, სად არის? შორს არის? ხო, აქვე Xterra მოდის ძველი 3-3 და აი ეს იქნება რაღაც ძალიან საინტერესო. ამან თუ გაიარა ძმაო. არ ეჩქარება, ნე? მუზიკურად ყოჩა. არ შეგვარცხვინო. ხო, აი, ცოტა რაზგონი დააკდა. всё. ვერ ამოვა. თავისი ხოდით ვერ ამოვა. ცოტა შეგვარცხვინა 3-3 მარა წვიმს. всё, კიდე ერთი მანქანა გახდა ამოსაცრელი. გამარჯობა. მე ვარ ძველი Xterra-ლოგი, თუ როგორ თქვით წეღან? Xterra-ლოდი, ხო. 3-3 მყავდა 5 წელი, საკმაოდ კარგ ფორმაში მოვიყვანე. მერე დავამშვიდობ ერთმანეთს, ერთ კაიკაც გავატანე. ეხლა ვერ გადავეჩვი ამ Xterra-ს და level up-ით ავედი 4-დან 0-ზე. ჯერ ეხლა ვიწყებთ აწყობას, დიდი არაფერი არ გავიკეთებია. გრძელი შარავოები დავაყენეთ, გრძელი პრუჟინები, უკან რესორი დავამატეთ. გასწავლი. კი. ეხლა ამ დუგის მოხსნას ვაპირებთ რკინიში ტოკის აკეთებას, სპეისერები დავსვით 3 სანტიმეტრიანი და ძრავი გავსვიპეთ იგივე თავისი. კარგად გას. კი. აი ჩემსაც კიდევ 2015-იანი ძრავი ჩავდგით, 26-იანია რეალურად ეხა ეს, მაგრამ 2015-იანი ძრავი ჩავდგით 4-დან 0 მაგარჯანზე.
არა, კომპიუტერი თავის დაჭდა. 4 წავიდა ძველი. მართლა? კი. ერთადერთი რაც შეიცვალა, ზეთის წნევის დაჭი კი შეიცვალა, ორფეხიანი და სამფეხიანია განსხვავება. დანარჩენი ყველაფერი ეს არის. ეხლა ნახე, საინტერესო ამბავი. ხო, 33-იან MT-ებზე ვართ. არასწორია. ვაპირებ აჩერე ჩვენი ეს არხი, გასვლების გაკეთება, პატარა ექსპედიციები და უნდა შემოგვიერთოთ. მომხრევარ აუცილებლად. ეგად. წინასწარ დავიგეგმოთ და წავიდეთ. მოვიაროთ საქართველო. ჯიგარით. 1-2 მარშრუტი მეც ვიცი ძალიან კარგი. აუ, ჯერ შარავები გამიზიარე. შარავებს გაგიზიარე. იქიდან ამოაწიეს და აქ მაინც გაიჭედა. ოდი ბარემ შენს ჩაგწერ. ძალიან მაგრად იარე რა ყველა ეტაპი და აქ რატო გაგიჭირდა? სტუპიცა მოწყვიტა და მაგიტო ვეღარ გამოვედი რა, ეს ძალიან მხარი რო ჩავიდა, ბლოკები მიყენია და ერთ სტუპიცას დაადგა ძალა და მოწყვიტა რა სტუპიცა. მარე სხვა დროს წარმატებული. ბაილში კობდით მაგრად. ცოტა რაზგონი. ნელა აქ ეგ სიჩქარე არა. ოჩა. მაგრად გაიმეტა. საღუპი. არა, აქ იმინა დაერჭოს ხვირით. ეს ხიდები მაგდენ თუ ძლებს ახლა? ჯალანბარი. აზრი აღარ აქვს. გადასული იყავი რო არ გეჩქარა. 4 მეტრიალეს კარგად. წამოვიდეს. სინემა რო გააშროს. ვიბიო. ჩვენ აგერ აქ სიამოვნებს кайფობთ. ერთობით როგორც მაყურებელი. არა ისევ ჩვენ იმაზე შევჯერდით რომ ოვერლენდინგი ჯობია რა. კი. ასე რომ ექსპედიციებში შემოგვიერთით აუცილებლად. საინტერესოა იქაც. ეს არის მანქანა. დაშა. გამოიცალეთ რა თოკი არ გაწყვეტ, გამოიცალეთ. ისე ეგა. აი ამო დააჭირო, ამო. ეს იყო ერთადერთი პილოტი ქალი, რომელმაც აი ფინიშამდე მოაღწია და მესამე ეტაპზეც აგე ჩანს. აია. აქეთ წამოდი ბიჭო. გაგობია, გაუძმინე. შენ დაინახოს რაღაცა, ვერაფერი. მოდი. სხვა ტრიალთან და გაუძმინე. ვარჩანს არის. ოჩა. აი ესე დამღლელი off-road დღის მერე თან დამწვარი ვარ. არა, აგე ესეთი კაი შებრაწული წვადით შეკვდა. კაი ხალხი ვართ ეს off-roaderები, 4x4-ის მოყვარულები, დიდი მანქანების მოყვარულები, შემოგვიერთით, მეტნი ვიყოთ. შეიძლება მეტი 4x4-ზე მანქანა საქართველოს სხვანაირად ვერ იმოგზაურებ, კარგად ვერ იმოგზაურებ. და აი ამდენ კარგ პოზიტიურ ემოციებს და ამდენ პოზიტიურ მემორს სხვაგან მე მგონი ვერ ნახავ რა. აბა გაგიმარჯოთ.
შავი ჩაი მწარია. შოთისპურში. არხი გამოიწერეთ გეუბნებით. ასეც ერთ-ერთი ფინალისტი და მე მგონი გადის ბოლოში ვერა. ეხმარებიან. სხვადასხვა დასაფასებელი იმ დროს ჯიმნია. Suzuki Jimny. Aynen ocak. დაიძრა ჩვენი წითელი ვრანგლერი. პირველივე ტრაექტორიას რას აიღებს. მარჯვნიდან ჭკვიანურად. всё, აქაც ადვილად, აქ იცის კაი გამოსწილი მძღოლია. პრობლემა. არა, ცოტა დააგაყდა ბიჭო. მეტი რაზე. არაგძელე? რატო? რავი, როგორც გიდა. რას მეუბნეოდი ამაზე? რას ამბობდი ძმა? მელა გაივლისო. მოდი კიდე. ისეულად გამოყვედით, ისეულად. აგო. არა, всё, განწირულია. არასწორად ჩამ. მოდი. აზრი არა. всё. ასილარი კაცო. უბაგი არა ვარ ასი. 200. არა, ზურა 500. ტყუილად არ ქვია მანქანას ტანკი. პალიროში ხანავყავდა ვისაყვანი და გააკეთე. პალიროში დავიყავით დავარებულები ბიჭო. ერამე დავიყავით. Აკრო გეცახი, საქმე. აგო პისო. ეს ნაუმარი მანქანები. ესე გამოიყურება. რა მოხდა ბიჭებო? გაეძინა. არაფერი ისეთი ტარციონი გაძურა რა. უშინდელი გამენათებია და უშინდელი გამენათებია და ჩაიძინა. ცოტა ხანში ადგილი. რო იცოდე. აი ესე ხარეს წამოწვა. ხარეს წამოწვა. ზახირა რაცა უნდა იყოს სიტუაცია, ხასიათი არ იკარგება ძმაო. აი ყველა მაინც მაგარ ხასიათია რა და ძალიან ერთგულები, ძალიან მეგობრულები, ყველა ერთმანეთს ეხმარება, არავის არსად არ ტოვებს, არ აგდებს. კოლეგიალობა გაგვეჩნია და კაია რა. დღეს მოიკები გამდიდრდებია. არ მეგონა მართლა თან ბოლოს ისეთი ინფორმაცია მომევიდა რომ ორ მანქანაზე მეტი არავინ არ აპირებსო. მერქი კარგი, მაგრამ
ისე გაიგიჟეს მე მანქანებმა თავი. ხელები ამიწევია, ბრავო, ტაჩდაუნს მონაწილეებს. მაგდა ტატულაშვილი, ბლის ტურნირის ვარსკვლავი. ერთადერთი მანდილოსანი, ტაში დაუკრა. მანდილოსანი ბლის ტურნირში. არაჩვეულად იასპარეზა. დააფიქსირა დრო 7 წუთი 2 წამი და 20 სეკუნდი. ლოდო საკინაძე, წვანე პაჯეროთი. ამას არაჩვეულად იასპარეზა. 7 წუთი 46 წამი 18 სეკუნდი. არაჩვეულებრივი რეზულტატით შედეგი გახლავთ. 1 წუთი 16 წამი 41 სეკუნდი გიორგი გიორგიძე. ტაში დაუკრა, ტაში. გიორგი გიორგიძეს პრიზად გადაეცემა ჩვენი მეგობარი ოფროად როკისგან, რომელსაც მისი დამფუძნებელი და დირექტორი ედუარდ ხონელია გადასცემს და წარდგებას ითვლით. ეს ბოლოც ძალიან განსაკუთრებული იყო. თავისთავად გამარჯვება გიოს ეკუთვნოდა, იმიტომ რომ სასწაული მოახდინა. ამიტომ რავი სიმბოლური საჩუქარი ჩვენგან კისა პატარა რომელშიც არის 100 რომელშიც ჩადებ რაღაცებს, ჩაალაგებ 10-იანი. გილოცავიო. მიუხედავად კიდევ ერთხელ გიორგის ტაში დაუკრათ. საქართველოს ოფროადერთა ასოციაციისგან გადაეცემა თვითონ თქვას. შემდგომი ტურნირისთვის, შეჯიბრისთვის. ამოიგე, ნუ გერიდება. ვაუ. რამხელა, რა არის? ბრავო, მაგრამ გიორგი. ზომა ეგ არის? და მინდა რომ წარმატებები გისურვო, კიდევ უფრო მაგარი შეჯიბრები ჩაგეტარებინოს, კიდევ უფრო გამარჯვებები გქონდეს და ჩვენი დღევანდელი ღონისძიება დასასრულს მივახლოვდა. ძალიან კაი იყო, კარგად გავერთეთ, კარგად დავიწვით. კარგად გავტალახიანდით. მეც როგორც პილოტები და სხვა მანქანები და ყველაფერი ირგვლივ გასარეცხები ვარ. ოფროადერთა ასოციაცია გააგზელებს ეს ღონისძიებებს. დაახლოებით ერთ კვირაში კიდე ერთი ღონისძიება იგეგმება. არ ვიცი რამდენად მოახერხებ ისევ შევუერთე, მაგრამ მე ცალკე გეგმავ კიდე გასვლას, ძალიან საინტერესო გასვლებს და წინასწარ რაღაცებს დავდებ. ჩემს ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, იქედანაც გაიგებ. და შეძლებთ რომ შემომიერთეთ მე, ჩემ მეგობრებს. ერთად აღმოაჩინოთ საქართველოს და საქართველოს ფარგლებსაც გავხსნათ. გამოიწერთ არხი, წარმატებები. ეს იყო 4-4-ზე არტუროსთან ერთად.